მაჰათმა განდის პოლიტიკური მოძრაობა შეგვიძლია განვიხილოთ ორი მიმართულებით, როგორც იდეური მოძრაობით, ასევე ეკონომიკურ ჭრილში. მაჰათმა განდის და მისი მიმდევრების მოძრაობა იყო იდეური იმდენად, რამდენადაც ისინი მოითხოვდნენ ინდოეთის გათავისუფლებას კოლონიალისტური რეჟიმისგან და ასევე ისინი მოითხოვდნენ ნაციონალური რესურსების ნაციონალიზაციას და ეს იყო ეკონომიკური მოძრაობა იმდენად, რამდენადაც რესურსების ნაციონალიზაცია გაზრდიდა სახელმწიფოს ბიუჯეტს და შესაბამისად ქვეყნის დამსახურებული თვითონ შიდა მონაგები დარჩებოდა ქვეყნის შიგნით. მაჰათმა განდის ეს მოძრაობა შეგვიძლია განვიხილოთ რაციონალური ინსტიტუციონალიზმის ჭრილში, რომელიც რეალურად უფრო ფართე თეორიიდან ამოდის, რომელსაც ქვია რაციონალური არჩევნის თეორია, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ადამიანები მოქმედებენ რაციონალურად მაქსიმალური შედეგის, მაქსიმალური მოგების, მიღების პრინციპიდან. ეს ყველაფერი შეგვიძლია გადმოვიტანოთ ინსტიტუციებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ადამიანებს შეუძლიათ რომ პირადი ინტერესები გადაწიონ უკანა პლანზე და გაერთიანდნენ საერთო კოლექტიური ეროვნული ინტერესების გარშემო. რა სურდათ რეალურად მაჰათმა განდის და მის მომხრეებს? მათ სურდათ არა თვითონ ინსტიტუტების ჩამოშლა, როგორც ეს მაგალითად იყო Wall Street-ის შემთხვევაში, Occupy Wall Street, ეგრეთ წოდებული 2011 წლის მოძრაობა, როდესაც ხალხი გამოდიოდა და ცდილობდა რომ დაეკავებინა Wall Street-ის ქუჩები და მთლიანად მთელ მსოფლიოში პოვა ამან გამოხმაურება და მთლიანად ეს ტენდენცია, რომ მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს ენახა სარგებელი და 99% გაჭირვებაში ცხოვრობდა. ამისგან განსხვავებით, მაჰათმა განდის მომხრეები მოითხოვდნენ იმას, რომ ინსტიტუციების შენარჩუნებული იყო სტრუქტურული და ფუნქციური თვალსაზრისით, უბრალოდ მონაგები და ეს სარგებელი დარჩენილი იყო ქვეყნის შიგნით. მთლიანად ეს მოძრაობა იყო რაციონალური, ჯდება რაციონალური არჩევნის ჩარჩოებში კიდევ ერთი მთავარი მიზეზით, ისინი მოქმედებდნენ სტრატეგიულად, რაც გამოიხატება მათი მოქმედების 4 მთავარ პრინციპში. პირველი ეს იყო კოლექტიური მობილიზაცია, ანუ მათ შექმნეს ისეთი სტრატეგია, მიეწოდეს ისეთი დაინტერესება და ჩამოაყალიბეს ისეთი არაფორმალური ინსტიტუტი, რომელმაც გააერთიანა საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მეორე ეს იყო ბრიტანული ინსტიტუტების მოშლა, ჩამოშლა, დესტაბილიზაცია და მოქმედებიდან გამოყვანა. მესამე ეს იყო ადგილობრივი წარმოების წახალისება და ეს ყველაფერი იქამდეც კი მივიდა, რომ მოსახლეობას არ დაღრყიდულობდა სხვა ქვეყნის ნაწარმს და ცდილობდა, რომ წაეხალისებინა ადგილობრივი წარმოება და უფრო მეტი წარმოება დაწყებულიყო ქვეყნის შიგნით, ინდოეთის შიგნით და მეოთხე და ყველაზე მთავარი ეს მოქმედებები უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამშვიდობო. რეალურად აი ამის შემდეგ მაჰათმა განდის მოძრაობას მთელ ამ არაფორმალურ ინსტიტუციას, რომელმაც შემდგომ გავლენა მოახდინა ფორმალურ ინსტიტუტებზე, ეწოდა ძალიან ბევრი მკვლევარი უწოდებს ყველაფერი ან არაფრის პრინციპს. ეს არის საკმაოდ ცნობილი პრინციპი ფიზიოლოგიაში. ქიმიური მოქმედების პროცესი, ამას ეწოდება კალიუმ-ნატრიუმის ტუმბო, როდესაც იმისთვის რომ მოქმედება განხორციელდეს ნერვულ სისტემაში, პროცესმა გამოიწვიოს ქმედება, უნდა მიაღწიოს გარკვეულ ზღვარს. მთლიანად დაიწყოს რაღაც პროცესი. ამ შემთხვევაში სოციალურ მეცნიერებებში და განდისეულ მოქმედებებში ეს გამოიხატება იმაში, რომ აი ეს მშვიდობის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო ყველაფრის პრინციპით გამოხატული, ანუ ყველა მათი მოქმედება მაშინაც კი, როდესაც მათი შევიწროება ხდებოდა ძალადობრივი ფორმებითაც, მას უნდა შენარჩუნებინათ მშვიდობა და სწორედ ამან დაიმსახურა, აი ამის გამო მოხდა, რომ მათ მოძრაობამ მთელ მსოფლიოში ჰპოვა გამოხმაურება და მათი ასე მარტივად ჩაშლა და მოქმედების შეწყვეტა ვერ მოხერხდა.